გამარჯობათ, პირველ რიგში დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. Როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომა, როგორც წესი ხდომის შემდეგ, ყოველი ხდომის შემდეგ ქვეყნდება რელიზი, სადაც აღწერილია გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, ის ტენდენციები, რაც არის ეკონომიკაში და რის საფუძველზეც ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ყოველი მეორე კომიტეტის ხდომის შემდეგ უკვე მონეტარული პოლიტიკის ანგარიში ქვეყნდება, სადაც განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები, დეტალური სცენარების ანალიზები ამოცემული და ამავე დროს ანალიტიკოსებთან შეხვედრა იმართება, სწორედ ამ შეხვედრაზე ვართ დღეს და დეტალურად ვისაუბრებთ იმ გარემოებებზე, რამაც განაპირობა დღევანდელი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რადგან სწორედ ზომიერი და პროგნოზირებადი ინფლაციის მაჩვენებელი არის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საწინდარი. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეტირების რეჟიმში ანხორციელებს და მიზნობრივი მაჩვენებელი მოგეხსენებათ 3%-ია. მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი რეფინანსირების განაკვეთია, რომელზეც მივიღეთ სწორედ დღეს გადაწყვეტილება და რომლის შესახებაც გადაწყვეტილების მიღების მთავარი ორიენტირი საპროგნოზო ინფლაციაა, შემდგომ უკვე რეფინანსირების განაკვეთის ესა თუ ის ცვლილება სხვადასხვა არხებით გადაეცემა ერთობლივ მოთხოვნას და შემდგომ უკვე ფასებს. რამდენიმე სიტყვით ვისაუბრებ კვლავ იმ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ცვლილებაზე, რაც 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. მოგეხსენებათ დღევანდელ გაურკვეველ ვითარებაში ძალიან ცვალებადია სიტუაცია, თავად გაურკვევლობის მასშტაბები არის საკმაოდ დიდი, აქედან გამომდინარე დღეს წესრიგში დადგა უკვე რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ფორმატი მთელ მსოფლიოში, უფრო და უფრო მეტი ცენტრალური ბანკი საუბრობს იმას, რომ თავისი მონეტარული პოლიტიკა დააფუძნოს რისკების მინიმიზაციის მიდგომას, სწორედ ამ რეჟიმზე გადავერთეთ, ეს ცვლილება შემოგთავაზეთ წინა მონეტარული პოლიტიკის ხდომის შემდგომ იანვრიდან მოყოლებული უკვე სცენარებზე დაფუძნებულ ანალიზს გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც თავისი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ არის 3 სცენარი, ცენტრალური სცენარი, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე ძალიან დეტალურ ანალიზს, მრავალმხრივი ტიპის ინფორმაციას განიხილავს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრების მოლოდინები და ზოგადად ეს ყველაფერი მოიაზრებს რისკების ზომიერ რეალიზებას. ან დღევანდელ ეტაპზე არსებულ მრავალმხრივ ინფორმაციას, არსებულ რისკებს და ამ რისკების ზომიერ რეალიზაციას. ასევე განიხილება მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ცენტრალურ სცენართან შედარებით ითვალისწინებს საშუალოდ უფრო ინფლაციური რისკების რეალიზებას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო მთლიან ჰორიზონტზე და შესაბამისად მოითხოვს მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაცრ რეაგირებას. ასევე შემოთავაზებულია დაბალინფლაციური სცენარი, რომელიც განსხვავებით მაღალინფლაციურისგან ცენტრალურ სცენართან შედარებით ითვალისწინებს უკვე საშუალოდ უფრო დისინფლაციურ რისკების რეალიზებას, ისევ და ისევ მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის უფრო შერბილებულ რეაგირებას. რომ ვისაუბროთ დღეს არსებულ სიტუაციაზე საქართველოს ეკონომიკაში, მოგეხსენებათ ეკონომიკური აქტივობა ძლიერია,
წინასწარი შეფასებით მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9.0% შეადგინა, შედეგად პირველი კვარტლის საშუალო 9.3% დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდა მაღალია, ვიდრე მისი გრძელვადიანი პოტენციური დონე გამოშვების კეფით დაახლოებით 1.8% შეადგენს. თუმცა ეს და კვლავაც როგორც ეს წინა პერიოდებში იყო, მომდინარეობს პროდუქტიული სექტორებიდან და ამის ნათელი დადასტურებაა უკვე თუ რომელ სექტორებში აქვთ წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ეს არის კვლავ ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, ტრანსპორტირება, ანუ ის სექტორები, რომლებიც მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს კონტრიბუცია გარკვეულწილად შემცირებადია, რაც ერთობლივი მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზაციის ნიშნებს გამოკვეთს. ამავდროულად ძლიერია შიდა მოთხოვნა, რომელსაც რა თქმა უნდა საკრედიტო აქტივობა უდევს საფუძვლად. საკრედიტო აქტივობის პორტფელის და კვლავაც მაღალია, თუმცა აქაც შეინიშნება ტემპის შენელება, რაც ისევ და ისევ ერთობლივი მოთხოვნის შესაძლო სამომავლო შენელებაზე მიუთითებს. შემცირებულია როგორც ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ტემპი, ისე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპი. ზოგადად მთლიანი სესხების ზრდის ტემპი 6.6%-მდე შენელდა, რაც ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა წინა პერიოდებთან შედარებით მცირედით შემცირებას აჩვენებს. რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, საგარეო მოთხოვნის მხრიდანაც გარკვეული მოდერაცია შეინიშნება, რაც ერთობლივი მოთხოვნის შემდგომ უკვე შენელებაზე და მის პოტენციურ დონემდე, ეკონომიკური ზრდის მის პოტენციურ დონემდე შემცირებაზე შეიძლება მიუთითებდეს. პირველი კვარტლის მონაცემებით ექსპორტისგან 5.4% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი, რაც მანქანების, ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება ძირითადად. რა თქმა უნდა, ექსპორტის ზრდის ტემპის შენელება გარკვეულწილად საგარეო შემოდინებების შემცირებას ასახავს, თუმცა ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით შევხედოთ რა ტენდენციებია უკვე იმპორტის მიმართულებით, რათა სწორედ ამ კუთხით შევხედოთ ინფლაციაზე შესაძლო ზეგავლენას. იმპორტი ასევე შენელებულია. პირველი სამი თვის მაჩვენებელი 3.9% პუნქტია ზრდა, ეს უკვე ადგილობრივი სამომხმარებლო იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით მოგეხსენებათ, იყო ძალიან მაღალი ერთჯერადი იმპორტი, რამაც გაცილებით მაღალი ზრდის ტემპები დააფიქსირა, რის გამოც დაფიქსირდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპები და თუმცა მისი გამორიცხვით ჩვენ ვხედავთ, რომ იმპორტის მხრიდანაც შენელების ტენდენციები ჩანს. ასევე მინდა დაუბრუნდე ექსპორტის შემთხვევაში ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს, რაც ასევე შიდა მოთხოვნის ტენდენციებზე მიგვითითებს. ადგილობრივი ექსპორტი ფაქტიურად პირველ კვარტალში არ შეცვლილა, ნულთან ახლოს იყო მისი ზრდის ტემპი. რაც შეეხება საგარეო სექტორის სხვა მაჩვენებლებს, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შემთხვევაშიც გარკვეული მოდერაციაა. პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ შემცირდა რუსი ტურისტების შემოდინება,
თუმცა ამას გარკვეულწილად აბალანსებს სხვა მიმართულებებიდან გაზრდილი ტურისტული ნაკადები, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით 2.4%-ით გაიზარდა. სწორედ რუსეთიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრი კლების შედეგია ფულადი გზავნილების სტატისტიკაში დაფიქსირებული ტენდენციებიც. 2025 წლის მარტი იყო პირველი თვე, როდესაც წლივრის დადაფიქსირდა დაახლოებით 4%, თუმცა პირველი 2 თვის განმავლობაში რუსეთიდან მიღებული შემოსავლების გარკვეულწილად გრძელვადიან ტრენდთან დაახლოვებამ, რაც დაახლოებით თვეში 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სწორედ წლიურ დონეზე ფულადი გზავნილების ნორმალიზაცია განაპირობა. სწორედ ამ ტენდენციებიდან, საგარეო შემოდინებების ტენდენციებიდან გამომდინარე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 4.4% დაფიქსირდა, თუმცა არსებული სიტუაციის, არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ განვითარებული ტენდენციების გამო ის შედარებით გაუარესდება, თუმცა მდგრად დონესთან ახლოს იქნება. მდგრადი დონე მიმდინარე შეფასებით 5.5% იქნება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით 5.6%-ის ფარგლებში იქნება. ინფლაციური წნეხის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შრომის ბაზარზე არსებული დინამიკაც გარკვეულწილად დისინფლაციურია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია პროდუქტიულობის და მისი ტემპი შენელდა, ასევე შენელებულია რეალური ხელფასების დისტემპიც, რაც ერთ-ერთ პერსონალზე წარმოებული პროდუქციის დონეს ამცირებს და ეს კი მოგეხსენებათ ფასებზე შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის გარკვეულწილად განეიტრალებას ნიშნავს. რაც შეეხება ინფლაციას, ფასების სტაბილურობა ამ ეტაპზე შენარჩუნებულია. აპრილის მონაცემებით მთლიანი ინფლაცია 3.4% შეადგენდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.3% შეადგენდა. რა თქმა უნდა, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედებს ორივე მხარეს არსებული ფაქტორები. ერთის მხრივ ინფლაციის სტაბილურობის ხელშემწყობია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება. კერძოდ დისინფლაციური ეფექტი აქვს საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე არსებული სიტუაცია. მოგეხსენებათ წარმოებელი ქვეყნების წარმოების დის მოლოდინები, შედეგად ფასები ნავთობზე მცირდება, რასაც საქართველოში ინფლაციაზე შემცირების ეფექტი აქვს. თუმცა ამავე დროს საყურადღებოა სხვა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, კერძოდ სურსათის ფასების ეფექტი, რომელიც გარკვეულწილად უკვე აისახა ინფლაციაზე, მზის მიმართულებით ზეწოლას ახდენს მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელზე, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ადგილობრივი ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც გულისხმობ პურის ფასის ზრდას, ამან იქონია გავლენა და როგორც ხედავთ, ადგილობრივი ინფლაცია 4.7%-მდე გაიზარდა.
თუმცა ამას ყველაფერს აბალანსებს ლარის გაცვლითი კურსის პოზიცია დოლართან მიმართებაში, რაც ერთის მხრივ იმპორტირებული ფასების არხით ახდენს ქვემოთ მიმართულების ზეწოლას ფასებზე, ხოლო მეორეს მხრივ სესხის მომსახურების ღირებულების შემსუბუქებით ასევე შემცირებისკენ უბიძგებს ფასებს. შესაბამისად, ადგილობრივი ინფლაცია პურის ფასების დის ეფექტის გამორიცხვით მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო, ისე როგორც ხისი ფასების ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო მერყეობს. როგორც მოგახსენეთ, ახალი მიდგომის ფარგლებში სცენარიზებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრის წარმომადგენლების პროგნოზები იმისათვის, რომ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და ჩვენი სცენარების შემუშავება. ჩვენი სცენარები ერთმნიშვნელოვნად თანხვედრაშია ფინანსური ბაზრის მოლოდინებთან, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით არსებული ყველა რისკის შესაბამისად ბაზრის მონაწილეებმაც ინფლაციის პროგნოზს გადახედეს კლების მიმართულებით, მიმდინარე სიტუაცია 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი 3.6% და 3.5%-მდე შემცირდა, თუმცა იგივე 0.1%-ული პუნქტით არის გაზრდილი 2026 წლის ინფლაციის მოლოდინი. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა როგორც მოსალოდნელი იყო უკვე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე და იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ეკონომიკაში ფიქსირდება ფინანსური ბაზრების მონაწილეების მიერ, რაც გადაიხედა ზრდის მიმართულებით საკმაოდ მაღალი და არის ამ შემთხვევაში 4.5%-დან 6.4% ზრდის მოლოდინია 2025 წლისათვის, ხოლო 2026 წლისათვის პოტენციურ დონემდე 5%-მდე მცირდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ბაზრის მონაწილეების მოლოდინების მიხედვით. რაც შეეხება სწორედ აქედან გამომდინარე, შესაბამისად დაკორექტირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორიის პროგნოზი ბაზრის მონაწილეების მიერ, არსებული რისკების გათვალისწინებით და გლობალურად თუ შიდა განვითარებული მოვლენების შესაბამისად უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების მოლოდინი აქვთ მონაწილეებს 7.9-დან 8%-ისკენ გადაიხედა განაკვეთი, ხოლო 26 წლისთვის იგივე დონეზე დარჩა 7.4% საშუალოდ. რაც შეეხება ცენტრალური სცენარის დაშვებებს, მოგეხსენება ცენტრალური სცენარი გვაქვს მაღალ ინფლაციური და დაბალ ინფლაციური. სამივე სცენარი რისკების ერთ ჯგუფს მოიაზრებს, თუმცა ამ რისკების სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ინტენსივობით რეალიზებას გულისხმობს. რაც ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანია გლობალურად არსებული სიტუაცია, გლობალურად განვითარებული მოვლენები არის მთავარი რისკი, რომელსაც განვიხილავთ როგორც ჩვენ ისე პრაქტიკულად მთელი მსოფლიო. სცენარი საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკას და მის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენას მოიაზრებს. ეს რა თქმა უნდა შოკს წარმოქმნის, რომელიც ერთის მხრივ შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ასევე გაზრდის ფრაგმენტაციის და შედეგად უკვე მიწოდების ჯაჭვების
დაჭვების გამნეულობის გამო გაზრდის ფასებს, ანუ ინფლაციური მაღალი რისკების რეალიზაციას მოიაზრებს მთელ მსოფლიოში. გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობისა და დეფოლტის რისკების ფონზე, რა თქმა უნდა, იზრდება რისკ პრემიები მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც იზრდება ჩვენთან. ეს შეიძლება უფრო მაღალი ნეიტრალური განაკვეთის ინდიკაციაც იყოს. და ეს ყველაფერი მოკლევადიან პერიოდში ფინანსური ბაზრების რეაგირების შედეგად სუსტი დოლარი ნარჩუნდება, რაც ჩვენ შემთხვევაში ინფლაციური რისკების შემცირებაზე დადებითად აისახება. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა ნარჩუნდება, კერძოდ ნავთობის ფასები, როგორც უკვე წეღან აღვნიშნე, ნავთობის ფასები ქვედა მიმართულებით იცვლება, ხოლო სურსათის ფასების ინდექსი მხოლოდ მცირედი ზრდა არის მოაზრებული. საშუალოვადიან პერიოდში უკვე ტურბულენტობის მილევასთან ერთად ეკონომიკური ზრდა 5%-ის გარშემო ნორმალიზდება, საგარეო შემოდინებები გრძელვადიან პოტენციალს უბრუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წონასწორულ 5.5%-ის გარშემო დასტაბილურდება. ესე იგი, ეს არის გლობალური რისკების შედარებით ზომიერი რეალიზება, აშშ სატარიფო პოლიტიკას ზომიერი გავლენა როგორც ჩვენს რეგიონზე, ისე გლობალურად. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ შედარებით ნელი ტემპით ხდება ტურბულენტობის მილევა და ეკონომიკური ზრდა თავისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება. ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეკონომიკური უკვე 2025 წელს უკვე დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია, მაღალპროდუქტიულ სექტორებში ზრდის ერთმნიშვნელოვან ნიშნებს ვხედავთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზი 5%-დან 6.7%-მდე გადაიხედა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 2026 წელს საშუალოვადიან პერიოდში უკვე 5%-ის ფარგლებში ნორმალიზდება ეკონომიკური ზრდა საგარეო შოკების მილევის ფარგლებში. რაც შეეხება ინფლაციის მოლოდინებს, SEBIS ცენტრალური სცენარი გლობალური სატარიფო პოლიტიკის შედეგად გაზრდილი წნეხის ფონზე იმპორტული ინფლაციის დასს მოიაზრებს, მათ შორის ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის არხით, ამასთან არსებული ძლიერი შიდა მოთხოვნაც ზეგავლენას მოახდენს გარკვეულწილად ფასებზე, აღნიშნვის და უკვე საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს დაახლოებით 3.8%-ის ფარგლებში იქნება, შემდეგ ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაახლოება ინფლაციური წნეხის იმპორტული ინფლაციისა და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ამ წნეხის შესუსტებისა და დისინფლაციური ზეგავლენის, კერძოდ კი სასაქონლო პროდუქციაზე დაბალი ფასების და სუსტი დოლარის, ანუ ლარის პოზიციების შენარჩუნების გამო, შემდეგ უკვე თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. შესაბამისად, ამ რისკების გათვალისწინებით არის სწორედ ცენტრალური სცენარის მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქცია და შესაბამისი პასუხი ამ რისკების გათვალისწინებით წლის ბოლომდე გარკვეულწილად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ანუ ფრთხილი ნორმალიზებისათვის ფრთხილი მიდგომა შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ უკვე რისკების მილევასთან ერთად მაღალ ინფლაციური რისკების არ რეალიზების შემთხვევაში ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის
ნორმალიზაციას. რაც შეეხება მაღალ ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს, მაღალ ინფლაციური სცენარი ეს არის სცენარი, რომელიც იმავე რისკების უფრო ინტენსიურ რეალიზებას გულისხმობს, ისევე რელევანტურია როგორც ცენტრალური სცენარი და როგორც დაბალ ინფლაციური სცენარი. ის გულისხმობს, რომ ეს სავაჭრო აშშ სატარიფო პოლიტიკა და სავაჭრო პარტნიორების მხრიდან ზომიერზე მეტად მკაცრი სატარიფო პოლიტიკა უფრო დიდხანს გაგრძელდება და უფრო ინტენსიური იქნება, უფრო ღრმა იქნება მისი გავლენა ეკონომიკაზე. ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარების ფონზე გეოპოლიტიკური ვითარების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი, უფრო მეტი ესკალაცია, აღნიშნული რისკები მნიშვნელოვნად შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ აქტივობას, რაც საქართველოში საგარეო შემოდინების შემცირებაზე აისახება, ამასთან გაუარესდება ქვეყნის რისკიანობა, რაც გლობალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე კაპიტალის გადინებას გამოიწვევს და ცენტრალურ სცენართან შედარებით გაცვლით კურსზე გაუფასურების წნეხს წარმოქმნის. ქვეყნის გაზრდილი რისკიანობა და მაღალი გლობალური გაურკვევლობა შეამცირებს ადგილობრივად საინვესტიციო და სამომხმარებლო დანახარჯებს და უარყოფითად აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე. როგორც ეკონომიკის დაზე, ისე მის პოტენციალის დაზე. დამატებით გეოპოლიტიკური ესკალაცია სასაქონლო ფასებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ეს არის მაღალ ინფლაციური სცენარი, ხოლო საპირისპიროდ დაბალ ინფლაციურ სცენარში აშშ-ს ნაკლებად მწვავე სატარიფო პოლიტიკა და მისი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან საპასუხო ტარიფების არ დაწესება მოიაზრება, გაზრდილი გაურკვევლობა უბიძგებს ქვეყნებს, რომ თავიანთი ვაჭრობის დივერსიფიკაციის ტემპი დააჩქარონ და ამის ფონზე გაიზრდება ჩვენი შუა, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის მნიშვნელობა. გაცილებით ხანგრძლივად შენარჩუნდება სუსტი დოლარის პოზიცია, პოლიტიკა, გეოპოლიტიკური ვითარების ნორმალიზება იმაზე უფრო სწრაფად მოხდება, რაც მოაზრებულია როგორც ცენტრალურ ისე მაღალრისკიან სცენარში, რაც დაბალ სასაქონლო ფასებს უზრუნველყოფს და საქართველოს შრომის ბაზრიდან დისინფლაციური წნეხი გაგრძელდება. ეს რა თქმა უნდა გამოიხატება იმაში, რომ დარეგულირებული გეოპოლიტიკური და სატარიფო ომების შედეგად არსებული სიტუაცია ქვეყნისა და რეგიონის რისკიანობას შეამცირებს. პროდუქციის ერთეულზე შრომის დანახარჯის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, შრომის ბაზრის დისინფლაციური წნეხი იგულისხმება აქ. მოსალოდნელზე ძლიერ საგარეო შემოდინებების ფონზე მიმდინარე ანგარიშის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი გვექნება. თავის მხრივ, რაც მაღალ ინფლაციურ სცენარში იყო გაუარესებული სამომხმარებლო და ბიზნეს სენტიმენტები, ეს პირიქით დაბალ ინფლაციურ სცენარში გაუმჯობესებული იქნება და შედეგად გამყარებული კურსი, კლებადი საერთაშორისო სასაქონლო ფასები და დაბალი, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ინფლაციის შედეგად გვექნება ფასებზე დისინფლაციური ზეწოლა. და ეკონომიკის პოტენციალის რეალიზებიდან გამომდინარე, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება. თუმცა არის აქედან გამომდინარე პოლიტიკის პასუხიც პირველ შემთხვევაში მაღალ ინფლაციურ სცენარში 2025-26 წლებში შესაბამისად ეკონომიკური ზრდა 6 და 4% იქნება. მაღალ ინფლაციური წნეხის ფონზე საშუალო ინფლაცია მაღალ ინფლაციურ სცენარში 4.5%-სა და 4.7%-ს მიაღწევს 25 და 26 წლებში შესაბამისად. მთლიანი შიდა პროდუქტი სცენარების შესაბამისად განვითარდება. შესაბამისი რეაგირება იქნება მონეტარული პოლიტიკის მიმართულებითაც. ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მკაცრი იქნება მაღალ ინფლაციური სცენარის შემთხვევაში.
და პირიქით გაცილებით სწრაფად მოხდება ნეიტრალურ დონემდე ნორმალიზება დაბალ ინფლაციურ სცენარში, ვიდრე ეს ცენტრალური სცენარით მოიაზრება. გიორგი ბაქრაძე, პროკრედიტბანკი. ბოლო წლების ზრდა უშუალოდ არის დაკავშირებული რუსი მიგრანტების საქმიანობასთან, განსაკუთრებით იმათთან, ვინც აქ დარჩა და მუშაობს როგორც ვთქვით, IT სექტორში და IT ექსპორტი არის მნიშვნელოვანი წვლილი. აპირებს თუ არა ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი გადახედოს პოტენციური ზრდის ტემპებს, რომლებიც დიდი ხანია 5%-ზე არის. თქვენ ალბათ გულისხმობთ უფრო ზრდის მიმართულებით. ეკონომიკური ზრდის პოტენციურს, ხო? ანუ 5% არის საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ ეგ იდეაში მნიშვნელოვანი. ხო. მნიშვნელოვანი level shift-ი არ არის ესა? ჩვენ უფრო ამას მოვიაზრებთ როგორც ერთჯერადი დონის ცვლილებასთან, რომელიც შემდგომ უკვე საშუალოვადიან პერიოდში ისევ დაუბრუნდება. დავუმატებ, რომ ერთჯერადი level shift-ი მოხდა 2022-ში და დამატებით ასევე ტრენდზრდის დაჩქარებას ჩვენ ავსახეთ. თუმცა გრძელვადიანი პოტენციური დონე 5% ამჯერად უცვლელი ნარჩუნდება. ამას ჩვენ უფრო უყურებთ როგორც მარიამ, როგორც ერთჯერად shift-ს, რომელიც დაიშიფტა იმ პერიოდში აჩქარდა ეკონომიკური ზრდის პოტენციალიც, თუმცა გრძელვადიანად უყურებთ, რომ მაინც აბართ ну 3 წელიც გრძელვადიანი არ არის და საბანკო ასოციაცია დაუთრუსია კაპიტანო ეკატერინე თქვენ დაასახელეთ პურის ფასები როგორც ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და ახალ მოსავალს საქართველოში ივლის-აგვისტომდე არ ელოდებიან პლუს ჩვენი ძირითადი მოწოდებელი საათსა რუსეთში იქ ფასები გაზრდილია ხორბალზე იმიტომ რომ მოსავალს მაგდენს არ ელოდებიან და ხომ არ ფიქრობთ რომ ეს გარკვეულწილად მთავრობას მისცემს საშუალებას რომ თუნდაც 3-4 თვით აი ეს ჩვენი მეხორბლების დამცავი გადასახადი რომელიც ფქვილზე არ დაწესებული ეს დროებით მოხსნას რომ თქვენი წნეხი მოიხსნას და მე ახალ მოსავალთან ერთად შეიძლება ისევ დაუბრუნდეთ ძველ პოლიტიკას ეს უფრო მეხორბლეთა ასოციაციას უნდა დაესვა ეს კითხვა მაგრამ ისინი აქ არ არიან პურის ფასის დამართლა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 0.5% პუნქტი იყო ადგილობრივ მთლიანი ინფლაციაში ადგილობრივ ინფლაციაში ამას კიდევ უფრო მაღალი ზრდა ჰქონდა თუმცა ამას ჩვენ განვიხილავთ როგორც ერთჯერად ზრდას, რომელსაც მთელი წელი ექნება ეფექტი და შემდგომ უკვე ამოვარდება. თავარი ამან უკვე მეორადი ეფექტები არ გამოიწვიოს და ერთჯერად ადგილობრივ კალათაში სხვა ფასების ზრდას არ მისცეს საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთჯერადი ზრდა შენარჩუნდეს. ყოველ შემთხვევაში ასე დარჩეს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, როგორც მოგახსენეთ, შემდგომი კომიტეტი უკვე ივნისში გაიმართება და ივლისში 30 ივლისს იქნება თუ არ ვცდები უკვე შემდგომი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის გამოქვეყნება, როცა კიდევ ერთხელ გელოდებით.